და მივხვდი რომ ნიკო ნიკოლაძე იყო ჯობსზე კიდე 10 ჯერ მაგარი რა. ოღონდ ეგეთივე შემსრულებელი, ეგეთივე გამბედავი, ეგეთივე სიგიჟის მთქმელი და მერე გამკეთებელი რა. და თუ პერსონალურ ბრენდს ავიღებთ, ხო, მე მართლა ვეთაყვანები ნიკო ნიკოლაძეს რა. იმიტომ რომ აი ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვახსენებ ლექციებზე, იმიტომ რომ მართლა არავის ნაკლები არ იყო და მგონია რომ ბევრზე მეტი იყო, თუ ყველაზე მაგარი არ იყო რა. კაცი ბოლო-ბოლოს ხას რო თავი დაანებო, დაიქირავეს პარიზის გასანათებლად, ხო? ხო. გაანათა პარიზი და იქ აღებული ჰონორარი წამოვიდა ბორჯომში გააკეთა ის ეიფელს გააკეთებია ის ხიდი და რავი ფულიკუნიორი თბილისის წყლით მომარაგება ფოთი, რავი, რაც კი მაგარია ყველაფერი ამ კაცის გაკეთებული. და იმისი არ იყოს ბრენდინგში ლექციებში ხმარობ ხოლმე ხშირად. კონსტანტინე გამსახურდიას აქვს ნათქვამი, რომ ერთი კაციო თავის უდიდეს სიბრძნეშიაც კი შლეგად ითვლება მუდამო რა. ხო და ამას შლეგს ეძახდნენ რა. და მე რო გააკეთებ და ვინც ეძახდა ის მიდიოდა ალბათ ეუნება ხო გეუნებოდი გამოვიდოდაო რა. სოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე შემსრულებელი აი ვიჟენარი ბიზნესმენებს რო ეძახიან. ხედვის მქონე ოღონდ იდეების გენერატორი და გამკეთებელი რა. ხვდები? აი სასწაული კაცი იყო რა. მაგაზე მაგარი, რავი, ვინ უნდა მოიყვანო მაგალითად, როცა თქვა ქართველებს უკითხავ ლექციას რა.